რატომ არის ეს კასტინგი ჩვენ სკოლაში? იანა, მიდი წაიკითხე. გოგოები და ბიჭები სჭირდებათ ეგორ კრიდის ახალი ვიდეოს გადასაღებად. მენეჯერი ანტონი. კარგი, მე ვიზამ, მე ვიქნები სწორი არჩევანი. არტემ, ვერ ხედავ? ჯერ გოგოები ჭირდებათ. არტემ, თუ არ იცი, ეგორ კრიდის ვიდეოებში ძირითადად გოგოებს იღებენ. ბიჭები ძალიან იშვიათად არიან. ხო, გოგოებო, ეს ჩვენი შანსია. აუცილებლად უნდა გადაგვიღონ ეგორ კრიდის ვიდეოში. ბავშვებო, მენეჯერს ახლა დავურეკავ, რა ქვია? ეი, უკვე ვრეკავ. ლეილა, ანტონი ქვია, დაურეკე. მეგობრებო, ამას ხედავთ, უნდა კლიპში გადაიღო. ამათ ვინ აირჩევ? მე ათეკე, მართლა ფიქრობთ, რომ აგირჩევენ? ჩემი კლასიდან ხართ, მაგრამ სუსტად ვიცი არ აგირჩევენ. ბიჭებო, რას გულისხმობთ? ხო, აუცილებლად აგირჩევენ. ჯანდაბა, ყოველთვის დაკავებულია ეს ხაზი. ო, ავტომოპასუხია. არტემ, ჩვენსაც უცხარი. კარგი, ვეტყვი. არტემ, რა მოხდა? რა, ტელეფონი დამიკიდა. და რა, ელაპარაკე მას? ვერ ხედავ, არც კი უპასუხო, იმიტომ რომ არც გამოჩდებიან კლიპში. ეხოთ, შეწყვეტეთ დარეკვა, გაკვეთილზე შევიდეთ. ბიჭებო, ნუ გშურთ. ხო, აუცილებლად უნდა გამოჩნდეთ ამ ვიდეოში, რადგან არ უნდა დაგურჩეს. თან ჩვენაირ ადამიანებს აუცილებლად მე დაირჩევენ. მოვხდები ამას. ბავშვებო, გამარჯობა. რა ხდება? და მეათეჯი რას აკეთებს? კითხულობენ. რას კითხულობენ? მე ტელეფონებში არიან, ვიღაცას ურეკავენ. რეკლამა ნახეს კასტინგის და უნდათ რომ ვიდეოში გადაიღო. ხო, ეგორ კრიდის ვიდეოში. ვაიმე, ეგორ კრიდს? ეი, ფრთხილად. კასტინგია, გოგოები და ბიჭები ჭირდებათ ეგორ კრიდის ვიდეოსთვის. მენეჯერი ანტონი. გოგოებო, აუცილებლად უნდა დაგურეკოთ. ხო, იჩქარეთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს. გოგოებო, ახლა ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. კარგი, ვრეკავ. მიდი. ჯანდაბა, იმედია მეათეჯი არ დაგვასწრო უკვე. ესენიც დაემატე. დიანა, ნასტია, ჯული, ჯიჯი, არ გაქვთ შანსი. არ გინახავთ მისი ვიდეოების მოდელები და თქვენ თავებს შეხედეთ. რა, ბიჭებო, ჩვენ უფრო დიდი შანსი გვაქვს ვიდრე მეათეჯის. ხო, ამ ვიდეოში აუცილებლად გამოვჩნდებით. გასაგებია, დიანა, მიდი დარეკე. დიანა, დარეკვის ხმა გესმის, ჩემთა ხაზი დაკავებულია. რა თქმა უნდა დაკავებულია, მე ვურეკავ, კი მესმის. მიდი, დარეკე. კარგი, გასაგებია, ყველას ვარსკვლავობა უნდა ამ სკოლაში. რა თქმა უნდა, ეს ეგორ კრიდია. რა, რომელ კასტინგზე მიდიხართ? პირველი ჩვენ ვნახეთ. ლეილა, მათ შანსი არ აქვთ. შეხედე და მე ჩვენ შემოვხვედე. ხო, ჩვენ მოდელებს გვავართ. უფრო დიდი მე უფრო დიდი შანსი მაქვს ვიდრე თქვენ ერთად. გოგოებო, ეს ნახეთ? მე-9-ას ბავშვები რამდენს ბედავენ. ხო, მაგრამ ბავშვებო, ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ ამ ვიდეოში ვიყოთ. წარმოიდგინეთ, შევდივართ კლასში, ვიღებთ მინი ვიდეოს და ვუგზავნით მენეჯერს და შემდეგ აუცილებლად აგვირჩევენ. ყველას მოეწონება ჩემი ცეკვა. გოგოებო, ეგორ კრიდის ვიდეოში აუცილებლად უნდა გამოვჩნდეთ. ხო, იმიტომ რომ თუ მეათეჯი მივა იქ, ჩვენ ვერ მივალთ. ამის შემდეგ გვირგვინს დაიდგავენ და მეფეები ვითივლიან. გოგოებო, რისი გაკეთება შეგვიძლია? მენეჯერს არც უპასუხია ჩვენთვის. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. გოგოებო, ვეცდები რომ ყველაზე კარგი რაღაც მოვიფიქრო. კარგი, დიანა, იფიქრე. ვიცი, რა? კარგი, მოკლედ, ვიდეო უნდა გადავიღოთ, ყველაფერი ჩავწეროთ, რაც შეგვიძლია და გავუგზავნოთ მენეჯერს. ამის შემდეგ ის ნახავს და გვიპასუხებს. ხო, დიანა, რა თქმა უნდა და მე კასტინგზეც მივალთ. კარგი, დავიწყოთ. კარგი გოგოებო, თქვენ ცეკვოთ და მე მღერი, მე ვიქნები მომღერალი. რა თქმა უნდა იქნები და ჩვენ ვიცეკვებთ ამ ვიდეოში, დარწმუნებული ვარ. ჯობდა საერთოდ გამეცდინა ეს გაკვეთილი. გოგოებო, მეტად იმოძრავეთ. არტემ, მიცეკვე, ვიდეო უნდა გადავიღოთ. ხო, იჩქარე, ეს რეპ-პოპია და არა ოპერა. რა თქმა უნდა, ეს ხომ მომღერალია. კარგი, მე ვიწყებ. თუ ისევ გააფუჭებთ, თქვენ აქ დარჩებით, მე ვიდეოს ჩემით გავაგზავნე და გადამიღებენ მუსიკის კლიპში. მიდი, იმღერე, ჩვენ ვიცეკვებთ. გოგოებო, იჩქარეთ. რომელი სიმღერა ავირჩიოთ? გადავწყვიტოთ მაგას. გოგოებო, საუკეთესოდ უნდა გამოვიდეთ, რომ კასტინგზე მიგვიღონ. დიანა, სამაია სიმღერაზე რა სიტყვი? ისიც მღერის. არა, მოდი რაღაც სხვა ავირჩიოთ. ჯიჯი, რამე უფრო მხიარული გჭირდება. ეგორ კრიდი, მისმინეთ რა სიტყვი სიმღერა ძლიერზე. სიტყვები არ ვიცი. კარგი, არა უშავს, ჩართეთ. უი, ხო. კი, კარგი იყოს ძლიერი. მეგობრებო, მგონი დროა წავიდე. ხო, არ მინდა ხელი შეუშალო.
ბიჭებო, საერთოდ არ არის სასაცილო. ნახავთ, როდესაც ამ ვიდეოში გადაგვიღებენ. მისმენთ გოგოებო, ყურადღება არ მიაქციოთ. მათ უბრალოდ შურთ. კარგით, მოდით ეს გავაკეთოთ. ო, უბრალოდ დატოვეთ, აღარ შემიძლია. ო, სიცილისგან გავიხლიჩები. საკმარისი. წადით. ცოტა უფრო დიდი ადგილი გჭირდება საცეკვაოდ. რა თქმა უნდა. რა ხდება მენეჯერუანტო? მიდით, ჩართეთ ტელეფონი, ვიდეოებს ჩაგვიგდებენ. მოდი ვუყუროთ. ვაუ, რა მაგარია. პატრიკ, აქ რას აკეთებ? ნუ შეწუხდებით, თქვენ მაინც არავინ არ აგირჩევთ. ო, ზუსტად, ჩემი ნამღერი მოსმენილი გაქვს? არტემ არ გამაცინო. შენი სიმღერა საკმარისად კარგი არ არის, მაგრამ ჩვენი ცეკვა არის. მოდით ნახოთ. ახლავე გააგზავნე. მოიცადე ერთი წუთი. კარგი, აბა მაყურებინე. ცოტა გაიწიე, ვერაფერს ვერ ხედავ. ვაუ. კარგია ძალიან. მოდი გავაგზავნოთ. მოიცადეთ, ბოლომდე არ მიყურებია. კარგი. გავაგზავნოთ. კარგია ძალიან. აბა მენეჯერის ტელეფონის ნომერი გააქვს? კი, WhatsApp-ი. Yana, Mariusa რა იყო? გიპასუხეს? არა, არაფერი არ არის ჯერ. იანა, იქნებ გიპასუხეს და შენ არ გინახავს. არა, კარგად შევამოწმე, პასუხი არ არის. კარგი, ნუ ნერვიულობთ, მაინც არ გამოჩდებოდით ამ ვიდეოში. პატრიკ, შენ ვერა, მაგრამ ჩვენ კი. იანა, გიპასუხეს? არტემ, ხმა ჩართულია, თუ მოგწერენ, შენს გაიგებ. დიმა, არის რამე? კი, ვიდეოა მეცხრიადან. ჩართე. გიჯის შეხედეთ. დიმა, კიდევ გაქვს მესიჯები. ხო, მეათეგედან არის. მიდი, ჩართევ, ნახოთ მათი ვიდეო. პატრიკს შეხედეთ, როგორც ეკობს. და მარუსას შეხედეთ. ინტერნეტი არ აქვს, არტემს რატო ამღერები? ხო, პატრიკი უკანა მოცუკვავია. მარუსას შეხედეთ, მეგობრებო, ტელეფონი უნდა გავთიშოთ, თორემ დავიწვევთ. კარგი რა, დიმა, გავერთოთ. მოდი მივწეროთ, რომ პატრიკი მოგწონს. ხო, დიმა, მიწერე. ჩვენ ყველა მონაწილეს ვუყურებთ კასტინგის და მოგწონს ბიჭი წითელ სვეტში, რომელიც ცეკვავს და რომელიც მღერის და შეიძლება ბუზოვას მომღერალი იყოს. ხო, და უთხარი ვიდეო ჩაგვიგდონ, როგორ მღერიან ვოდისტას. კარგი. ესე იგი, ჩვენ მოგწონს წითელ სვიტრიანი და მე-900 უთხარი ვიდეო გამოგიგზავნონ, როგორც ეკავან ბუზოვას სიმღერას. სულ ესაა, მეგობრებო, გავაგზავნე. ახლა უნდა დაველოდოთ. დიანა, მესიჯი არის? გიპასუხა? არა, ჯერ არა. ჯანდაბაჯ, ხარ უპასუხე. ხო, ჩვენ ძალიან ვცდილობდით. რა არის აქ? რა ხდება? თქვენ საკმარისად კარგი არ ხართ ეგორ კრიდის ვიდეოსთვის? მოიცადე, ნასტია, კიდევ არის რაღაც. ეცადეთ, რომ იცეკვოთ ოლგა ბუზოვას სიმღერაზე. იცეკვე ბუზოვასთან ერთად. მე შემიძლია ვაჩვენებ ბუზოვას, რომ საუკეთესო ვარ, ხო? მეც, გოგოებო, მე ვარ საუკეთესო. კარგი, ჩართეთ აბა TikTok-ი. მიდი. Yana, არ უპასუხიათ? დარწმუნებული ხარ? გთხოვ, შეხედე. არა, მარიუსა. ვაიმე, მიდი წაიკითხე. მიდი წაიკითხე. ჩვენ მოგვეწონა ბიჭი წითელი სვიტრით. რა? ეს რას ნიშნავს? პატრიკი? მაგრამ ჩვენ ვიყავით ამის ორგანიზატორები. არც კი ვიცი თუ მინდა ეგორ კრიდის ვიდეოში. პატრიკ, უთხე რომ არ შეგიძლია, მაგრამ შენი დამოვა.
ხო, პატრიკ, თუ ეტყვი რომ შენს ნაცვლად მე მივალ, მაშინ ლოყაზე გაგოცებ. პატრიკ, თუ იტყვი რომ მე მივალ შენს ნაცვლად, ამ სკოლაში ვეღარავინ შეგეხება, გპირდები. არც კი ვიცი, დავფიქრდები. პატრიკ, გირჩევნია უთხრა რომ შენი ძმა მოვა. რა ხდება, სხვა ვინმე არჩიეს? არა. აქ წერია რომ ვოკალისტად აიყვანენ არტემს, რომელიც ჩვენს ვიდეოში მღეროდა. სად? ბუზოვას ვიდეოში, ბოდისტაში. უკანა მომღერლები კრიდისთვის? არა, წერია რომ ოლგა ბუზოვასთვის აგიყვანენ. სიმღერა ვოდისტასთვის, ხო იდეალური იქნები. ბუზოვა? არაა პრობლემა. ოჩაღარტემ მაგარი ხარ. გოგოებო, გადაიღეთ? არა, ახლიდან გააკეთე არტემ, მიდი კიდევ ერთხელ. არაა პრობლემა. გადაიღეთ კასტინგის ვიდეო, ვერ ხედავთ, ცდილობენ, დაღლილები ჩანან. ბიჭებო, არ არის სასაცილო, მორჩა აუცილებლად აგურჩევენ. ხო, ინანებთ, გეუბნევით. ეს ვინა, არ ვიცი. მოიცადეთ, გოგოებო, მეჩვენება თუ ტყუილი იყო ეს კასტინგი. ბიჭებო, ახლა არ თქვათ, რომ ეს ყველაფერი თქვენი გამოგონილი ფრენკი იყო. დიმა, მომეცი ტელეფონი. ხო, მოგვეცი ტელეფონი. გოგოებო, მოიცადეთ, დავგვტოვეთ, დიმა, წავედით აქედან. არა, არცადაც არ წახვალთ. გოგოებო, შეცდით, დიმას ძველი ვიდეო აქვს. დიანა, ამ მენეჯერ ანტონს დაურეკე და გავიგებთ მართლა დიმა იყო თუ არა. ბიჭებო, თუ ეს თქვენ გააკეთეთ, მოგკლავთ. დიმა, დამალე ტელეფონი. ამბობთ, რომ მენეჯერი ანტონი არა? კარგი. გოგოებო, ჩვენ ძალიან ვცდილობდით, მაგრამ მაინც ისინი აირჩიეს. ხო, პატრიკი და არტემი. გოგოებო, გაჩვენდით? ეს არ ყოფილა ჩემი იდეა. მომეცი ტელეფონი. აქ რა ხდება? შეიძლება თანხმობა მიუვიდეთ ხალხს, მაგრამ ყველას არა. მარიუსა, მოიცადე? ბავშვებო, რა ხდება აქ? და თქვენ რა გითხეს კასტინგზე? საერთოდ მოგწერეს რამე? ხო, პასუხი მოგივიდათ? კი, მოგვივიდა. პატრიკი აირჩიეს მუსიკის ვიდეოსთვის და არტემი იმღერებს ბუზოვას სიმღერას. ძალიან კარგია, შეხვდით ანტონს. ანტონი, მენეჯერი, რომელიც ყველას პასუხობს. რა, დიმა, ეს სიმართლეა? არა, ტყუილია. გოგოებო, ნუ უჯერებთ, უბრალოდ ეწყინათ, რომ არ აირჩიეს ვიდეოსთვის. ანუ ამბობთ, რომ ტყუილია? დიმა, აჩვენე ტელეფონი, მიდი. ხო, იქ ვიდეო მესიჯი გაქვს, სადაც არტემი მღერის მეათე ჯიდან. ხო, ის მღერის ვოდისტა. ანუ დიმა გახდა ანტონი, არა? არ ყოფილა ჩემი იდეა. აბა, ვისი იდეა იყო? არტემ, შენი იდეა იყო? არც ჩემი. ჯანდაბა ჩამეძინა და ჩანთის წამოღება დამავიწყდა. გოგოებო, ეს რა არის? რა? თქვენც ბარბები ხართ? ბიჭებო, გამარჯობა. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ხო, ჩვენი ფიქრები მატერიალური გახდა, რაც მთავარია მეათეჯი ვერ გვხედავს. ბავშვებო, ძლივს, ჩვენი სკოლა მორთეს. ახალი წლის განწყობა მიჩნდება. მე არ მომწონს აი ამ გირლიან და სახლავე ჩამოვხევ. მარუსა, შენ რა ბოლომდე გაგიშდი? ახალი წლისთვის ყველაფერი მორთული უნდა იყოს. გააგრძელე სიარული. მარიუსა! ხო, კარგი, დასვენებაზე ჩამოვხევ. გოგოებო, ერთი ძალიან კარგი შემოთავაზება მაქვს. გაკვეთილების მერე შეგვიძლია ქალაქის ცენტრში წავიდეთ. ყინულზე სრიალი მინდა. ხო, და მე მინდა რომ ეშმაკის ფორბალზე დავждე. გოგოებო, ვერ ვისრიალებ მე, ძალიან შემწხვევა, არ შემიძლია სრიალი. ჯული, გასწავლით, ადვილია როგორც როლიკები. არტემ, გაიგონე, საციგურაოდ უნდა წასვლა. სირცხვილია, მაღალქოსლიანებთაც კი ვერ დადიან. ვერ შეძლებენ სიგურაობას. გოგოებო, ის გაიგეთ, ბიჭებს შურთ. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად არ მიყვავს. კარგი რა, ისინი არ გუჭირდება, შევხვდებით, შევხვდებით. კარგი, შევიდეთ კლასში. კარგით რა, არ გამაცინოთ ახლა. არტემ, წავედით საბირთვაშოში, სალაპარაკობო.
ბიჭებო, დამშვიდით. თუ გინდათ შეგიძლიათ წახვიდეთ, მაგრამ ჩვენთან ერთად არა. ხო, და გუშინდელის მერე მით უმეტეს. არ გაპატიებთ. მისმინეთ, კლასში წადით, დავიღალეთ. მი, შეხედეთ როგორ ნერვიულობენ. ბავშვებო, იცით რა გადავწყვიტე? ბევრი უნდა ვისწავლოთ და მე-9-აზე ჭკვიანები გავხდეთ. ხო, იანა, გეთანხმები. პირველ რიგში ძალიან დავიღალეთ ცუდი ნიშნების მიღებით. კარგი, ვიმეცადინოთ. ვაუ, პატრიკ, ამას შეხედე. ვაუ, ვერ ვიჯერე. ცოტა ხმას დაუწიეთ ბიჭებო, გთხოვთ, წერ ვერ ხედავთ, უკვე მეორედ დავუშვი შეცდომა. ხო, ბიჭებო, საპირფარეშოში ითამაშეთ. იანა, შენ არ გესმის, ამას შეხედე. რა არის? არ მესმის, ეს მე-9-ას ბავშვები არიან? ო, და ბიჭები, თქვენი შეყვარებულები. რა, არ მესმის, ეს მიშაა ჯიჯისთან ახლოს? მოიცადე, ჩემი სერეჟაც დიანასთან არის. არ მესმის, ეს ჩემი გრიშაა? მარიუსა, შეხედე, მას ჯულის ხელი უჭირავს. რა? კარგი, მორჩა. და რა, გოგოებო, შესვენებაზე უნდა იჩხუბოთ? რა თქმა უნდა. ხედავთ, გოგოებო, აუცილებლად სწავლა ან ქორწინება უნდა აირჩიოთ. ხო, როცა თქვენ დავალებას წერთ, თქვენი ბიჭები მე-9-ასთან დადიან. არაუშავს მალე აღარ ივლიან. მე-9-ას ვნახავთ დასვენებაზე. ხო, და სკოლის მერე მიშას, გრიშას და სერეჟას შევხვდებით. გეთანხმები, იანა, მათაც უნდა დაველაპარაკოთ. გოგოებო, საშინელებაა, თუ დღეს მიშას, გრიშას ან სერეჟას შევხვდი, აუცილებლად ვეტყვი. აბა კიდევ ერთხელ ეცადეთ ჩვენთან მოსვლა. რა საშინელებაა? ხო, ისინი არიან მე-10-ჯის გოგოების შეყვარებულები და ჩვენთან მოდიან. გოგოებო, ერთი რაღაც შევამჩნიე. ამ ბოლო დროს ყველა ჩვენთან მოდის. გოგოებო, დავიღალე, ზაფხული მინდა, გახსოვთ რა კარგი იყო? ო, მართალი ხარ, მზე, ზღვა, სანაპირო. ჯული, მე სხვა რაღაც ვიგულისხმე. რა, დიანა? არ გახსოვთ ჩემი ფერიანათლია? როგორ გადამაქცია ბარბით? და მე თქვენც ბარბები გახდით და ბიჭები კენები იყვნენ. მაშინ ძალიან კეთილები იყვნენ. ახლა კიდე ძალიან ბოროტები არიან. ხო, როცა კოსტია კენი იყო, ასე თავს არ იწონებდა. გოგოებო, კარგით რა, სულ ბიჭებზე რატომ ლაპარაკობთ? მაგრამ ბარბით ყოფნა ძალიან კარგი იყო. არტემ, ჩვენ გრიშას, მიშას და სიროჟას მოვერევით? დიმა, რა თქმა უნდა მოვერევით, კოსტაც გვიერთდება, ინანებენ თავიანთ აქციას. ვაიმე, არა, ბარბები გავხდით? დიანა, ახლა ყველა დაგვრჩინებს. არა, ჯანდაბა სკოლაში არა. გოგოებო, ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. რისი გაკეთება შეგვიძლია? აბა ვნახავ რა მაქვსო. რა კარგია, 2 ღრუბელი მაქვს. დიანა, მე თვალისწენი მაქვს. გოგოებო, მე სავარცხელი მაქვს. გოგოებო, რა კარგია რომ ბარბები გავხდით, მაგრამ ასე მოულოდნელად რატომ? თუ მე-10-ჯი დაგვინახავს, აუცილებლად დაგვრჩინებენ. გოგოებო, წარმოიდგინეთ, ახლა ბიჭები დაბრუნდებიან საპირფარეშოდან და მე რა მოხდება? რა საშინელებაა, გაუცდებიან. გოგოებო, ერთი იდეა მაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენ არ ვართ. ჯული, დიანა და ჯიჯი არა, ვიღაც ახალი სტუდენტები. ხო, რა თქმა უნდა, გოგოებო, არ დაგვიჯერებენ. კარგი, დიანა, შემისწორე მაკიაჟი. მეც. ჯულით, მას დაგივარცხნი. მოდი, დამივარცხნე. არტემ, წამო კლასში წავიდეთ და უთხრათ გოგოებს, რომ მოვერევით ამ ბიჭებს. არტემ, აქ ხარ? ხო, მოვერევით. ღმერთო, რა მოხდა? დიმა, შენ კენი ხარ? არტემ და შენ? ღმერთო ჩემო, კენი ვარ? ახალი წლის? დაგვერხა არტემ, მეც ახალი წლის კენი ვარ. დიმა, საშინელება, ამ ბიჭებს ვეღარ მოვერევით. ხო, არტემ, ასე გასვლაც არ შემიძლია. იცი რა, უნდა წავიდეთ და დიანას ყველაფერი უთხრათ, იქნებ მისმა ფერი ამნათლი ამქნა ეს. ხო, ეს ხვეულითმა ისევ. ჯანდაბა ჩამეძინა და ჩანთის წამოღება დამავიწყდა. გოგოებო, ეს რა არის? რა? თქვენც ბარბები ხართ? ბიჭებო, გამარჯობა. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ხო, ჩვენი ფიქრები მატერიალური გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე-10-ჯი ვერ დაგვინახოს. კენებო, ვფიქრობ ეს დროებითია, ხვალ რო გავიღვიძებთ, ასე არ ვიქნებით. ხო, ცოტა ხანიც უნდა მოვიცადოთ. ო, არა, იმედია მე-10-ი არ დაგვინახავს, დავგვცინებენ და გვცემენ, ვიცი, მაგას აქცევი გზა უნდა ვიპოვოთ სკოლიდან. დაგვერხა, უკვე გვიანია. ოე, მე-9-ია, შეწყვიტეთ ხუმრობა და გააღეთ კარები. კოსტია, რატომ ხმაურობ? ვერ გაჩუმდები? არ მიშვებენ. ო, დანა, რატომ გაქვს ტუჩები ვარდისფერი? იმიტომ რომ მე ბარბი ვარ. ეს კოსტა. კოსტია, შემოუშვით, მას შეგვიძლია ვენდოთ.
ვაუ, რანაირი მასკარადია ეს. კოსტა ძალიან გაგიმართლა რომ დააგვიანი. რაღაც საშინელება მოხდა. უბრალოდ ვლაპარაკობდით საფერფაშოში და უცებ ბახ, კენები. უარესი ახალი წლის კენები. ისე მეგობრებო, სად იყიდეთ ეს კუდები? კარგად გამოიყურება. კოსტა უბრალოდ გაჩნდა თავისი გირლანდებით. კოსტია მისმინე, უბრალოდ უცბად გავიფიქრეთ, აქ ვიჯექით, ვლაპარაკობდით წინა ზაფხულზე, როდესაც ბარბები ვიყავით და შემდეგ უცბად ბარბებად ვიქეცით და ბიჭები საფერფაშოში იყვნენ და ისინიც კენებად გადაიქცნენ. ხო, კოსტია, მართლა ესე იყო. მისმინეთ, გოგოებო, ვინმე ვარდისფერი პომადა ხომ არ გაქვს? ბარბი დიანა, ახლავე მოვძებნი. მეგობრებო, მაგარია ბარბათა კენად ყოფნა. გეთანხმებით, 1 წუთი დარჩა დასვენებამდე. რა სიზამთ? მეათე გეგნახავთ. ო, არა, რა უნდა ვქნათ? კენ არტემ, რა ვქნათ? არ ვიცი, კენდიმა, დავიმალოთ. მიშასთან, გრიშასთან და სერეჟასთან ურთიერთობას უწყობთ. გეთანხმები, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. გოგოებო, თქვენთან ერთად მოვდივართ. არ მესმის, რას მალავთ ჩვენგან? ახლავე გააღეთ კარი. რა ვქნა? კარებს შეამტვრევენ. კოსტა, მოიცადე. ო, არა, დაგცინებენ. ჯანდაბა, რატო არ გვიშვებთ? არა, გაურკვევლობაა, ჩამკეტი იყო გაჭედი. კოსტია, გაჭედილ საკეთზე არც მელაპარაკო. სად არის მეცხრია, ესენი ვინ არიან? მეცხრია სად არის? ყველაფერი აქაა, ფანჯრები, თაროები, კედლები. კოსტია, ეს რა არის? ხუმრობ, სად არის დიანა, ჯული და ჯიჯი? და ეს ორი კლოუნი ვინ არის? ვინ არიან ეს ქერა გოგოები და რატომ ძინავთ? გამარჯობა გოგოებო, არტემი ვარ, ახლები ხართ აქ, არ შემხვედრი ხართ. მოიცადეთ, ეს ლამაზი გოგო ვარდისფერი თმით ვიღაცას არ გახსენებთ? მოიცადეთ? აიმე, ხო, ეს ჯიჯის ზუსტიანარეკლია. ხო, ეს ჯიჯია და მე ოქსანა მქვია. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. მერტო ჩემო ჯული, შენ ქერა გახდი, გინდოდა რომ გრიშას მოწონებოდი. მოიცადეთ, ბავშვებო, ყველაფერს აგიხსნით. ხო, დიანა აგიხსნით ყველაფერს, დაწყნარდით, ხო? შეხედეთ, რა ცირკია აქ. ბავშვებო, თუ გითხოვთ რომ არ იცემებით, ძალიან ცდებით. ხო, ჩვენ მიშა, გრიშას და სერეჟას ფოტოები ვნახეთ. ხო, და თქვენთან ერთად იყო. მე და პატრიკ მოვიპოვეთ. ერთი წამით მეათეჯი, მოიცადეთ. კენებო, რატო მალავთ თქვენ სახეებს? მიდი გვაჩვენეთ. გამარჯობა. ჩვენ დღეს კენები ვართ. პატრიკ, შეხედე კენები. ბავშვებო, ხედავ, აქ კენები და ბარბები სახლობენ. ხო, აქ ცხოვრობენ. და ეს ჯუჯები ვინები არიან? კენები ვართ, მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივები გავხდებით. მე ისეთები მომწონთ როგორც ხართ. ბიჭებო, მართლა მინდა ჩემი მეგობრების დაცვა, თამაში არ არის, გადაიქცნე ბარბებად და კენებად. ხო, ჩვენ ბარბები და კენები ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ხო, გახსოვთ ზაფხულში რომ ტრანსფორმაცია მოხდა? ხო, დიანას ფერიანათლიის ბრალია ყველაფერი. არა რა, იანა, ვინ ვგონი ვართ? რაღაც ზღაპრებს გვიყვებიან ფერიანათლიაზე. ხო, ზღაპრების ჯერათ. ჩვენი არ გჯერათ? ო, არა, სადამდე მოვედით? ბარბებად ყოფნა გინდოდათ არა? ხო და ახლა ვართ. ბიჭებო, თქვენთვის საქმე მაქვს. შეგიძლიათ ჩემი ნაძვის ხის ქვეშ დაჯდეთ მახალ წელს. მარუსა, არა ასასაცილო. დაგტოვეთ მარტო თქვენი გრიშას, მიშას და სერეჟასგან. საერთოდ არ მოგწონს ისინი. ხო, თვითონ გვაკითხავენ. გვინდოდა რომ დასვენებაზე გვეთქვა, რომ ისინი ამას აკეთებდნენ. რას გულისხმობ? თქვენი მიშა, გრიშა და სერეჟა არ გვჭირდება. სხვათა შორის, ჩვენ ბარბები ვართ და ახალი ცხოვრების დაწყება გვინდა. ჩვენ კენებთან ერთად. დიახ, ჩვენ კენები ვართ. Jingle bell, jingle bell. ისე დიანა, შენთვის თქვა და მოვიწყდე. რა იყო, კოსტია? დანას შევხვდი კორიდორში და ისიც ბარბი გახდა. რა? დანაც ბარბია? დიანა, გამარჯობა. ბავშვებო, ეს დაინახეთ? დანაც მაგიის ქვეშ არის. ხო, ეს რა სკოლაა? ჰარი პოტერი რა მოსატანია? ბავშვებო, მინდა რომ ახალი წელი მოგილოცოთ და ჩვენი ვიდეოები არ გამოტოვოთ. გოგოებს გაიგეთ, ბიჭებს უბრალოდ ჩულთ. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არ მიყვავს. ხო, ისინი არ გვჭირდება, სხვებს შევხვდებით. მეათეჯი, მოიცადეთ, კენებო, რატომ წევხარ და არ დგებით? გოგოებო, ჩვენ ბარბები ვართ, ძალიან კარგია, მაგრამ ასე მოულოდნელად რატომ? თუ მეათეჯი დაგვინახავს, ისინი აუცილებლად კოსტა, ძალიან გაგიმართლა რომ დააგვიანო. რაღაც საშინელება მოხდა. უბრალოდ ვლაპარაკობდით რა ვქნა, კარებს შეამტვრევენ. მარტო დაგტოვეთ თქვენი გრიშასგან, მიშასგან და სერეჟასგან. საერთოდ არ მოგწონს ისინი.